მოგესალმებით, საქმის კურსი პირდაპირ ეთერში იწყებს მუშაობას, რა თემებს დაუთმობს დღეს ყურადღებას BMG ნინო ტაბეტაძე წარმოგიდგენ. ექსპორტი რეკორდულ ნიშნულზეა წელს ნოემბერში საქართველოდან უცხოეთის ბაზრებზე 782 მილიონი 300.000 დოლარის პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა, რაც წლიურ ჭრილში 44%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ამავე პერიოდში 1.4%-ით შემცირდა იმპორტი, სულ ქვეყანამ ნოემბერში 1.4 მილიონი დოლარის პროდუქცია შეიძინა. ზრდა 11 თვის მონაცემებში წელს იანვარ-ნოემბერში ექსპორტი 10%-ით გაიზარდა და გადააჭარბა 2024 წლის წლიურ მონაცემს, ასევე რეკორდულ ოდენობას 6.6 მილიონ დოლარს გაუტოლდა, რაც შეეხება იმპორტს, ზრდა 9%-ია, 16.6 მილიარდი დოლარის პროდუქციის იმპორტი განხორციელდა იანვარ-ნოემბერში. სავაჭრო ბრუნვას რაც შეეხება, მაჩვენებელი 9.5%-ით არის გაზრდილი 23.2 მილიარდ დოლარამდე, რაც ექსპორტის მსგავსად ასევე რეკორდული მოცულობა. საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები კი მიმდინარე წლის 19 დეკემბერს გამოქვეყნდება. მთავრობა საქართველოში რეგიონული ოქროს ჰაბის შექმნას ახალისებს. ამ მიზნით კი 2026 წლიდან საქართველოში ოქროს ზოდებისა და საინვესტიციო მონეტების მიწოდებას და იმპორტს დამატებული ღირებულების გადასახადის განათავისუფლებს. საკანონმდებლო ცვლილებები უკვე მიღებულია, თუმცა განხილვებს პარლამენტში ყურადღება არ მიუპყრია. ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული განმარტებითი ბარათის მიხედვით ქვეყანაში მოქმედი საგადასახადო ნორმები არ უწყობენ ხელს საქართველოს რეგიონულ ოქროს ჰაბად გარდაქმნას, ამიტომ ამ მიმართულებით ვაჭრობის მაჩვენებლები დაბალია. ფინანსთა სამინისტრო ასევე მოელის, რომ ოქროს იმპორტსა და მიწოდებაზე DGG-ს გაუქმება ქვეყანაში უცხოური კაპიტალის მოზიდვასაც შეუწყობს ხელს. კანონპროექტის მიხედვით DGG-სგან ჩათვლისუფლებით თავისუფლდება საინვესტიციო ოქროს მიწოდება და იმპორტი, რაც საშუალებას მისცემს ამ საქონლის მიმწოდებელს ჩაითვალოს ამ ოპერაციასთან დაკავშირებული ხარჯებიც. კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას და უცხოური კაპიტალის მოზიდვას. კერძოდ, გაიზრდება საქართველოს ბაზრის კონკურენტუნარიანობა რეგიონულ დონეზე, რაც გაზრდის საინვესტიციო ოქროს შემოტანის, შენახვისა და რეექსპორტის მოტივაციას. საინვესტიციო ოქროს DGG-საგან გათავისუფლებით, იგი ფაქტობრივად გათანაბდება სხვა ფინანსური აქტივების, ინსტრუმენტების დაბეჭდვის რეჟიმთან, მაგალითად ფასიანი ქაღალდები, რაც ხელს შეუწყობს ფინანსური ბაზრის სტაბილურ განვითარებას. კანონპროექტის მიხედვით DGG-სგან ჩათვლისუფლებით თავისუფლდება საინვესტიციო ოქროს მიწოდება და იმპორტი, რაც საშუალებას მისცემს ამ საქონლის მიმწოდებელს ჩაითვალოს ამ ოპერაციასთან დაკავშირებულ ხარჯებზე, მაგალითად შეფუთვა და ტრანსპორტირება, ოქროს სიწმინდის ტესტირება, ოქროს ჩამოსხმა და გარდაქმნა ზოდებად და სხვა გადახდილი DGG. რატომ გაახსენდა ქართულ ოცნებას საინვესტიციო მონეტების და ოქროს იმპორტის DGG-სგან გათავისუფლება და აქვს თუ არა რეალური შანსი ქვეყანას რეგიონული ოქროს ჰაბის სტატუსი მიიღოს. ანუკა ჯუხაძე არკვევს დეტალებს და შეფასებებს შემდეგ თამაშებებში წარმოგიდგენს. 2026 წლის 1 იანვრიდან საქართველოში შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის დაზღვევა სავალდებულო ხდება. ახალი რეგულაციის მიხედვით საქართველოში შემოსვლისას ტურიც უნდა ჰქონდეს ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევა, რომლის მინიმალური სადაზღვევო თანხა არანაკლებ 30.000 ლარია, ხოლო პოლისის მოქმედების ვადა ვიზიტორის საქართველოში ყოფნის მთელ პერიოდს უნდა მოიცავდეს. როგორ იმუშავებს სადაზღვევო სქემა და ჩაერთვებიან თუ არა სქემაში ადგილობრივი სადაზღვევო კომპანიები. სექტორი მთავრობის დადგენილების მოლოდინშია, რომელმაც ვიზიტორთა სავალდებულო დაზღვევის მოდელი და წესები უნდა განსაზღვროს. ეკა გაზდელიანი გაგვაცნობს სექტორის შეფასებებს შემდეგ გამოშვებებში. ვინაიდან სახელმწიფოს უწესრთველში ჩარევა მევენახემ უნდა გაითვალისწინოს სახელმწიფოს პირობებიც. სახელმწიფო მევენახეობა მეღვინეობის ბაზარზე თამაშის ახალ წესებს ადგენს 2026 წლის მარტიდან კომერციული ვენახის გაშენებისთვის აუცილებელი ხდება ღვინის ეროვნული სააგენტოს თანხმობა. ნორმატიულ აქტში გაიწერება ის პირობებიც, რაც სამეწარმეო ვენახის გაშენებისთვის იქნება აუცილებელი. შევოდის კიდევ ერთი შეზღუდვა, რომლითაც ღვინის მწარმოებელს დაცული ადგილწარმოშობის ღვინისა და სპირტიანი სასმელის წარმოება შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ განსაზღვრულ მიკროზონაში მოწეული ყურძნისგან. ირკვევა, რომ მომავალ წელს სახელმწიფო რთველის დროს ყურძნის სამ განსხვავებულ ფასს დაადგენს. 17%-ზე დაბალი შაქრიანობის ყურძნის ფასი იქნება ძალიან დაბალი, 1 კილოგრამზე დაახლოებით 30 თეთრი ყურძნის შემთხვევაში 17-დან 21%-მდე და წითელი ყურძნის შემთხვევაში 17-დან 23%-მდე შაქრიანობის ყურძნის ფასი იქნება 1 ლარზე ნაკლები. საღვინეთ კი შეფასდება თეთრი ყურძნის შემთხვევაში 21%-ზე მეტი და წითელი ყურძნის შემთხვევაში 23%-ზე
მეტი შაქრიანობის ყურძენი. Რატომ დადგა დღის წესრიგში სექტორის რეგულირების გამკაცრება? არის თუ არა უკვე გამოწვევა ჭარბი მოსავალი და ღვინის რეალიზაცია? როგორ იყო სექტორისთვის 2025 წელი და რა გეგმები აქვთ მეღვინეებს მომავალ წელს? ზურაბ მარგველაშვილი, თბილღვინოს აღმასრულებელი დირექტორი შემოგვიერთდება 15 საცდა 30 წუთზე საქმის კურსში. კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ფრესკო ვესტ ჯორჯიას მომხმარებლის უფლებების დაცვის კანონის დარღვევის ფაქტზე დავება. სააგენტოს ინფორმაციით მომხმარებელს სავაჭრო ობიექტში კონკურენტული ფასი მიეწოდა პროდუქტის აწონვის მომენტში, ხოლო სალაროსთან ანგარიშწორების დროს მან განსხვავებული უფრო მაღალი ღირებულება გადაიხადა. იმ მიზეზით, რომ ფასდაკლების პერიოდი უკვე დასრულებული იყო. სააგენტოს განმარტებით მოვაჭრის მიერ სალაროსთან ანგარიშწორების დროს ფასის შეცვლა შეფასდა როგორც შეცდომაში შემყვანი კომერციული საქმიანობა, რომელიც არღვევს სამომხმარებლო სამართლის ფუნდამენტურ ინფორმირებულობის თანხმობის, გონევრული მოლოდინის და კეთილსინდისიერების პრინციპებს. ფრესკოს დაევალა ერთი თვის ვადაში აღადგინოს მომხმარებელთა უფლებები და სავაჭრო პოლიტიკა სრულად შეუსაბამოს კანონის მოთხოვნებს. სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების, მათ შორის CO2-ის გამოფხვრაზე ახალი რეგულაციები წესდება. პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც მიზნად ისახავს ემისიების მონიტორინგის, ანგარიშგებისა და დამოწმების სისტემის შექმნას. დოკუმენტის მიხედვით, მთავრობის მიერ განსაზღვრულ რიგ საქმიანობაზე სავალდებულო გახდება სათბურის გაზების გამოფხვრაზე ავტორიზაციის მიღება. მოთხოვნები გავრცელდება ენერგეტიკის, მძიმე მრეწველობის, სამშენებლო მასალების წარმოების, ქიმიური ინდუსტრიის და სხვა სექტორებზე, აგრეთვე საავიაციო საქმიანობაზე. ოპერატორები ვალდებულები იქნებიან ყოველწლიურად წარადგინონ დამოწმებული ანგარიშები CO2-სა და სხვა სათბური გაზების ემისიების შესახებ. კანონპროექტი ითვალისწინებს გარდამავალ პერიოდს. ამ სისტემის მოთხოვნების სრულად ამოქმედება მოხდება 2026 წლის 1 იანვრიდან. ავტორიზაციის გაცემა უფასო იქნება, თუმცა მონიტორინგის და ანგარიშგების პროცესი კომპანიებისათვის დამატებით ადმინისტრაციულ და ფინანსურ ვალდებულებებს შექმნის. ამ და სხვა სიახლეებით ეთერში 1 საათში ბრუნდებით. დაგვალათებთ.